მოგესალმებით აბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი ბატონი გიორგი მშვენიერაძე. გიორგი მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. საკითხი რომელსაც ჩვენ შევეხებით ასეთია ვიაზრებთ უახლეს ისტორიას და ვიაზრებთ აწმყოს რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით. რა შეიცვალა ხელისუფლების სრულების შემდეგ? გამართლდა თუ არა ის მოლოდინი, რომელიც მრავალ ადამიანს, ისეთ ადამიანს, რომელსაც ლიბერალს ეძახიან ხოლმე ჩვენთან, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა კონსერვატორიც იყოს, ელოდა ამ ხელისუფლებისგან იმ ქსენოფობიური გამონათქვამების ფონზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა, ხო, 2012 წელს გულისხმობ. შეიცვალა თუ არა უარესობისკენ რაიმე, რას ფიქრობს ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა რესპექტაბელური ნაწილი, რომელსაც ჩემი ღმერთწმენის წარმოადგენს შენ. მოგესალმებით, ლევან, მოგესალმებით ტელემაყურებელს. რადგანაც დღევანდელი საუბრის თემის პირველი კითხვა სწორედ ახალი ხელისუფლების შემდგომ პერიოდს ეხება, მე იმ პირველ ფაქტებს გავიხსენებდი, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან იწყებს გამოვლინებას და ფაქტობრივად თქვენს კითხვას აზრათაც მივიღებ და აბსოლუტურად გავიზიარებ კონტექსტს, რომ ეს იყო გამოძახილი იმ წინასაარჩევნო კამპანიის, რომელსაც ქართული ოცნება და მისი ლიდერები ატარებდნენ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის გარკვეულ რეგიონებში, სადაც მასთან ახლდა ისლამოფობიური ესე ვთქვათ, გამოვლინებები. ეს იყო ჯერ სიძულვილის ენის გამოხატვა გარკვეული ჯგუფებისადმი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, აჭარა მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ, ეს არის იგივე ახალციხე, ადიგენი. რომელიც ერწყმოდა დავამატებდი თურქოფობიასაც, არა? ისლამოფობია და თურქოფობია ესეც შეგვიძლია ვიხმაროთ კი ბატონო, თუმცა მთავარ ამ საფრთხების გაიგივება ხდებოდა, მოდი ესე ვთქვათ, ანუ თურქოფობიის, ისლამოფობიის ერთიან კონტექსტში მიწოდება, ანუ საფრთხე ისლამი, როგორც თურქეთის ესე ვთქვათ, ინტერესების განხორციელება საქართველოში ამდაგვარად მიეწოდებოდა ამ მრჩეველს, ეს ბუნებრივი ახდენს გარკვეული ჯგუფების მარგინალიზებას, ხოლო მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ მერე ხდება ნელ-ნელა აგრესიის გამოხატვა მაჟორიტარი უმრავლესობაში მყოფი ჯგუფების მხრიდან და ჩვენ სწორედ ეს ტალღა მივიღეთ შემდგომ არჩევნების შემდგომ ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქართული ოცნების იმ ლიდერებს, შორის რამოდენიმე გამორჩეული ლიდერი იყო აჭარაში მურმან-დუმბაძე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ამ ტიპის განცხადებების ერთ-ერთ ტოპ ეს ვთქვათ ხუთეულში შედიოდა ქვეყანაში. რომელიც ამ განცხადების შემდეგ ვიცე-სპიკერად დაინიშნა. ვიცე-სპიკერად იყო კი ბატონო, შეგვიძლია გავიხსენოთ. სწორედ ამ ტიპის ხარდაჭერამ, და ხარდაჭერის შედეგად წარმატებამ, რომელსაც მიაღწია ქართული ოცნება, ამ მრჩევლებს გაუხსნა თითქოს და ხელფეხი, მათ მისცათ საშუალება დაეწყოთ ახალი გამარჯვების ძიება და ეს ახალი გამარჯვება იყო მათი, ეს ვთქვათ, მათ წარმოსახვაში შექმნილი მტრის ისლამის, როგორც რელიგიის და მისი მსახურების, როგორც ადამიანების განდევნა საკუთარი სივრცეებიდან. ეს ტალღა ჩვენ დავიწყეთ ამ ტალღის ხილვა პირველ რიგში გურიიდან, სოფელ ნიგზიანს გავიხსენებ, როდესაც ადამიანებს არ აძლევდნენ საშუალებას ჯუმას ლოცვაზე, ყოველ პარასკევს შეკრებილი იყვნენ და ერთად ელოცათ და ამას ხსნიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ ქრისტიანულ მიწაზე ვერ დაუშვებენ იმას, რომ მუსლიმებმა ერთად ილოცონ. თუმცა მოსახლეობა აცხადებდა, რომ ისინი თანახმარი არიან მათ ცალკე ილოცონ ინდივიდუალურად. ჩვენ შევეწარეთ აქ არა მარტო ამ ნების გამოვლენას, ახლა ესეთი ნება შეიძლება ქონდეს ნებისმიერ ადამიანს და გამოხატვას ახდენდეს და ჩვენი კონსტიტუცია იცავს ესეთი ნების გამოხატვასაც. ესეთ გამოხატვასაც ზოგადად, თუმცა თავარი ეს არ უნდა ცდებოდეს იმიჯნას, რასაც ხვისი უფლებები ქვია. ამ შემთხვევაში დემოკრატიულ საზოგადოებაში არადემოკრატიული გამოსვლებით დასაშვებია, ხო? სანამ ის ძალადობრივი არ ხდება. მოკლედ ეს ვთქვათ, თავდაცვით უნარიან დემოკრატიაც კი უშვებს იმას, რომ გარკვეულ ზღვარამდე იყოს მისი საწინააღმდეგო გამოხატვას დაშვებული. მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ აქ ხდებოდა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება, არამედ ეს გამოხატვის თავისუფლება გაცდა საკუთარ საზღვრებს, მან მიიღო კრიმინალის ხასიათი, კერძოდ ადამიანებს არ აძლევდნენ რელიგიურ რიტუალის შესრულების საშუალებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად რელიგიური რიტუალის აღსრულებაში ხელშეშლა წარმოადგენს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ ყველაფერს ხედავდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ამაზე არანაირი რეაქცია. აი ახლა თუ არის ვინმე დასჯილი, აი მათგან ვინც
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა. აქ იყო ძალიან მავნებლური ქცევა, ჩემის აზრით, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მავნებლური, თორე შეიძლება ადამიანურ ურთიერთობებში ეგ ვიღაცამ კარგად მიიჩნიოს. პარლამენტის კომიტეტის მხრიდან, რომელმაც შემრიგებლის როლი ითამაშა თითქოს და ორ თემში და თითქოს და ისე წარმოაჩინა სიტუაცია, რომ ორივეს რაღაც უნდა დაეთმო იმისთვის. მოძალადისა და მსხვერპლის შერიგების პროცესი არის ხოლმე ძალიან საინტერესო. აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფოს რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში ეს იყო სწორედ მსხვერპლის ინტერესების დაცვა, ხოლო ეგრეთ წოდებული შერიგების პროცესი, რომელიც წარიმართა, იმით დასრულდა, რომ ფაქტობრივად მსხვერპლმა გარკვეული პერიოდით გადადო საკუთარი უფლებების სარგებლობა, ვარი თქვა, ეს თქვა საკუთარი ნებით უფლებების სარგებლობას და ამან მოყვა შემდგომ გაგრძელებები, პირველ წარმატებას, ესე თქვა, რომელიც საზოგადოებაში გაშუქდა როგორც ვიღაცის წარმატება, რომ მათ გაიმარჯვეს საკუთარი ინტერესები, გაიტანეს, ესე თქვა, სოფლად ზიანში. მოყვა სხვა ინციდენტები, ეს იყო თეთრი წყაროს ინციდენტი, ეს იყო სამთაწყაროს ინციდენტი, ეს იყო შემდგომ ჭელას ინციდენტი და ჭელა ყველაზე გამორჩეული იყო, იმიტომ რომ აქ უკვე არაკერძო პირები არ ღვდნენ სხვისი გამოხატვის თავისუფლებას ან რელიგიის თავისუფლებას, არამედ აქ უკვე სახელმწიფო მოქმედებდა ორგანიზებულად. რატომ წინა შემთხვევებს დაუბრუნდები და ასე ვთქვათ, აუხსნათ ეს ქსენოფობიის გამოვლენა იყო თუ როგორც ზოგიერთი ინტელექტუალი ხსნის ხოლმე, ხო, რომ რაღაც ძალა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რაღაცა შეკუმშული იყო ეს ძალადობა, ძიმე სახელმწიფო რეპრესირების გზით და შემდეგ მოვიდა რა ქართული ოცნება ის გამოთავისუფლდა, ასე ვთქვათ, ხო? აი ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. უბრალოდ მე მაინტერესებს ჭელას ინციდენტის რაობა და არსი, ხო? კიდევ ერთხელ რო გავახსენო საზოგადოებას, რომელსაც ჩვენი გადაცემიდან ძალიან ხშირად ესმის ხოლმე, ხო? ეს აკითხი უცბად იღვიწებს სოფელი, მასთან იქ არის მისული 55 ჯიპი ვერტფრენი, რომელსაც მიაქვთ მინარეთი, ხო? ეს მინარეთი მოჭრეს და წაიღეს, იმიტომ რომ თქვეს რომ რაღაცა უკანონოდ ხდებოდა ამ ყველაფერში. ეს რატომ მოხდა? ვის უნდოდა ეს ყველაფერი? თუ მე მესმის რომ გამოძიება ვერ მიაკვლია ამ ყველაფერს, ხო? ძალიან ესე ჩვენ შეგვიძლია აქ საერთოდ უტყუარი წყარო რომელია ინფორმაციის არავინ არ იცის, ამიტომ არსებობს სწორედ გამოძიება რომ მან ყველა ინფორმაცია მოაგროს, შეაჯამოს და გავაკეთოს კვალიფიციური დასკვნა ამ ყველაფრიდან, მაგრამ ჩემთვის როგორც რიგითი ადამიანისთვის, რომელიც მუშაობდი კონკრეტული ადამიანების რელიგიის თავისუფლების დასაცავად, ძალიან სარწმუნოა ის, რასაც ვისმენ ადგილობრივი მუსლიმებისაგან, რომლებიც არიან უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მათ კარგად ესმით საკუთარი უფლებები, ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს არ გააკეთონ სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. მათ აქვთ განცდა, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა იმ პირთა ჯგუფის მიერ, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო ადგილობრივ ეკლესიასთან, ეკლესიის მაღალ ჩინოსნებთან, ესე ვთქვათ. ახსენებენ ხოლმე ზარზმის მონასტრის ერთ-ერთ სულიერ ლიდერს და რომლის თავოსნობითაც ხდებოდა ჯერ საპროტესტო აქციების გამართვა, იყო ესე ვთქვათ გარკვეული ზეპირი ინფორმაციის გაცვლა, რომელთაც ეუბნებოდნენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ, მინარეთს არ დაუშვებდნენ ისინი ჭელაში მინარეთის დადგმას და შემდგომ ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო უშიშროების სამსახურები, რომელთაც კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობის პირებთან, მათ შორის რომ აღნიშნული მინარეთის აღება კონკრეტულ თარიღამდე მომხდარიყო. ანუ მაღალ დონეზე მიიღეს ხო ეს გადაწყვეტილება მინარეთის მოჭრას თუ შეეძლო რაღაც რიგით ჩინოვნიკს ვერტფრენი მოეყვანა სოფელში? ფაქტია რომ ეს იყო მაღალ დონეზე ჩატარებული ღონისძიება, ან მაღალ დონეზე გულისხმობ არა შინაარსს, არამედ გადაწყვეტილების მიღების დონეს. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მალე დაიგეგმა, სწრაფტემპში დაიგეგმა, მარტივად რომ ახსნა რატომ, როდესაც მინარეთის დემონტაჟს მოითხოვდნენ ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელისგან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში აგრძელებდა საქმიანობას თვითმმართველობის დონეზე, მან ვარი განაცხადა ამის გაკეთებაზე, არ გამოსცა ბრძანება, ეს პირი იმავე დღეს, როცა მინარეთის დემონტაჟი ხდება, დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აბსოლუტურად სხვა ეპიზოდზე 2009 წელს ჩადენილი რაღაც სამართალდარღვევის გამო, ამავდროულად იმავე დღეს კონკრეტულ თარიღს, რომელიც იყო მანამდე დასახელებული, ეს სპეცოპერაცია, ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია ჩაატარა
რამოდენიმე უწყებამ, ამაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დე იურე, ესე ვთქვათ, ეს ოპერაცია გაფორმდა როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადების ადმინისტრების კუთხით განხორციელებული გარკვეული აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა მინარეთის ღირებულების დადგენას, მისი გამბაჟების ღირებულების გამოთვლისთვის, რასაც არანაირი შუა გამართლება არ ქონდა არანაირად. სამართლებრივად. ანუ მარტივად რომ თქვა, ეკლესია სახელმწიფოს აიძულა მისულიყო სოფელში ჩაეტარებინა სპეცოპერაცია და მოეჭრა მინარეთი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიის მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც ეკლესიის რამოდენიმე წარმომადგენელი, სასულიერო პირი და მხარდამჭერი ჯგუფები აპროტესტებდნენ როგორც მინარეთის დადგმას, ასევე მინარეთის დაბრუნების, ასე ვთქვათ, ღონისძიებების დროსაც საჯაროდ გამოხატავდნენ პროტესტს, აორგანიზებდნენ აქციებს და მე მაქვს ინფორმაცია და მსმენია ამის შესახებ არაერთი ადამიანისგან, რომ სწორედ კონკრეტული ადამიანები თანამშრომლობდნენ უშიშუების სამსახურებთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და ეს თანამშრომლობა განაპირობებდა სწორედ მათ ჩართულობას აღნიშნული მინარეთის დემონტაჟში. კერძოდ რო ვთქვა, უფრო რა მაინტერესებს, თუ ჩვენ მაშინ რაღაც მოკლე სურათს ხედავდით, ხო, იმ წლებში, როდესაც ეს ხდებოდა, ხო, წინა წელს აგერ, ხო, სადღაც წინის წინა წელს უკაცრავად. როდესაც ეკლესია რაღაცას ამბობს და სახელმწიფო მას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რა დაუჯდება ეს მას, ხო? და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭელას მინარეთი ტოპ თემა იყო, არ ჩამოსულა მედიიდან კარგახნის მანძილზე, ეს ისლამოფობიაც თემა იყო. გადაცემები იწყებოდა ამით, არა იმიტომ, რომ ვიღაცამ სპეციალურად დაგეკმა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ცხელი სურათი ვნახეთ, ხო? ცხელი სურათი, რომელიც, ну, აი, დრამატურგიაც ვითარდებოდა, რაც კადრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტელევიზიაში. ეს ზვირად დაუჯდათ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ დავინახეთ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, როდესაც საჯაროდ ეკლესიამ ერთხმად უთხრა სახელმწიფოს არა და ამ სახელმწიფომ ეს ხელი არ მოაწერა ამაზე, ხო? მარტივად რომ თქვა. ამ კითხვას აუცილებლად დავსვამ, მაგრამ რო დაუბრუნდეთ იმ ანალიზს, რომელსაც ინტელექტუალები გვთავაზებენ ხოლმე იმ გამოთავისუფლების შესახებ, ხო? რაღაც აგრესიის გამოთავისუფლების შესახებ, ანუ ეს იყო რეპრესიისგან ბუნებრივად გათავისუფლების შედეგი, როდესაც ნიგვზიანში წინწყაროში, ანუ გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიებზე აღმოცენდა უცბად ეს ისლამოფობიური კერები, თუ ეს იყო ხელისუფლების მიერ წახალისება. მე ვთვლი, რომ შეიძლება არსებობდეს ამაზე განსხვავებული მოსაზრებები და ყველა განსხვავებას აქვს ზოგადად არსებობის უფლება, მაგრამ ზოგადად თანასწორობის უფლება ეს ისეთი სფერო არის, სადაც დიახ სახელმწიფოსგან რეპრესიული მანქანის მოქმედება ხშირ შემთხვევაში აუცილებელია. ჩვენს კარგი მაგალითები გვაქვს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების ისტორიიდან. გავიხსენებდი ეიზენჰაუერის გადაწყვეტილებას 1957 წელს საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე, რომელსაც სწორედ ეროვნული გვარდია შეიყვანა Little Rock-ში, პატარა ქალაქში, კი ბატონო, არკანზას შტატში, სწორედ იმიტომ, რომ არ აპირებდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ადგილობრივი გუბერნატორი და პოლიცია იმის შესახებ, რომ შავკანიან მოქალაქეებს, 9 პირზე იყო სულ საუბარი, ესწავლათ თეთრკანიან მოქალაქეებთან. ეს ძალიან საინტერესო სურათია. ამიტომ სახელმწიფო, როდესაც საკუთარ რეპრესიულ ძალას იყენებს თანასწორობის დასამკვიდრებლად, ეს ძალიან ხშირად სწორედ გამართლებულია, უფრო მეტიც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. ამიტომ ამ ტიპის გამოხატვები, ამოფრქვევები, ესე ვთქვათ, რაც ვნახეთ, სინამდვილეში ეს უფრო აიყო არა იმის გამო გაკეთებული, რომ რაღაც სახელმწიფოს შიში ყავდა ხალხი და ისინი ხმას ვერ იღებდნენ, არამედ ეს იყო იმიტომ, რომ იცოდნენ მათ, რომ თუ კი ასეთ მოქმედებას განახორციელებდნენ, ისინი კანონის წინაშე აგებდნენ პასუხს. მათ სწორედ ეს განცდა გაუქრათ, იმიტომ რომ ლიდერები, რომლებიც მათ დაიგულეს ხელისუფლებაში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმავე სულისკვეთებით მოდიოდნენ ხელისუფლებაში. როცა ჩვენ ჭელაზე ვსაუბრობთ, ძალიან საინტერესოა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც აორგანიზებდა აქციებს ჭელას მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგოდ, ან იყო აქტიურად ჩართული ჭელას მინარეთის დემონტაჟის მხარდამჭერ პროცესში, მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ მესვეურებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩემი ინფორმაციით ეს ადამიანი დღესდღეობით გამგებელი არის ბატონი კოპაძე, ახალი ხელისუფლების პირობებში. ანუ ქართული ოცნების კანდიდატად იქცა მოგვიანებით წინა საარჩევნო და ეს გახდა გამგებელი. ანუ ეს კარგად აჩვენებს სახელმწიფოსა და კლერიკალ მსახურთა ან მათთან დაახლოებულ პირთა შორის გარკვეულ ღრმა და თბილ ურთიერთობას. თუმცა ეს ვერ ხსნის ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ხო, რომელსაც შემიძლია გითხრათ
მოდი დავიწყოთ იმით, რომ антидისკრიმინაციულ კანონს, ოდესაც პირველადი ვერსია გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობთ და მიგვაჩნდა, რომ ამ ტიპის კანონის მიღება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის, ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა და პირველად ვერსიას გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სამინისტრო ძალიან გახსნილი იყო ამ პროცესში მუშაობისას და მაქსიმალურად გაითვალისწინა ყველას, ვინც იბრძვის ადამიანთა თანასწორუფლებიანობისათვის მათი შენიშვნები და მოსაზრებები. შემდგომ ეს კანონპროექტი გადაეგზავნა მთავრობას და მთავრობაში ეს კანონპროექტი გაიჭედა, შეგვიძლია ეს სლენგი ესე ვთქვათ ვიხმაროთ. გაიჭედა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრთან მისული კანონპროექტი, ესე ვთქვათ, არ აღმოჩნდა სასურველი ვიღაცისთვის. შეიძლება ჩვენ გქონდეს აქ ეჭვები, რომ ეს ვიღაცა სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია იყო. ხშირად გვსმენია კულუარული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თუ როგორ შეჩივლა პრემიერმა ამის შესახებ ერთ-ერთ მაღალ ევროპელ ჩინოსანს და მან უთხრა, რომ ეს არ არის ასეთი სტანდარტი მაინდა-მაინც აუცილებელი. მოდი სხვადასხვა გამოცდილება არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და შეიძლება ესეთ მაღალი სტანდარტის კანონზე არ იფიქროთ. ეს არის კულუარული ინფორმაცია ამის შესახებ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ამის შემდგომ დაავალა გარკვეულ ადამიანებს კანონი როგორც შინაარსობრივად, ასევე მუხტარაოდენობრივად გაენახევრებინათ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. ანუ მივიღეთ კანონი, რომელიც არის რაღაც საშუალო აღმოსავლეთ ევროპული დონის ქვეყანამ მოლდოვამ დაახლოებით მიიღო ანალოგიური კანონი, შეგვიძლია ვთქვათ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი პასუხობდა თუ არა იმ გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე იდგა. რა თქმა უნდა, არ პასუხობდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი საჭიროებები, თანასწორობის უფლების რეალიზების კუთხით სახელმწიფოში და კანონი, რომელიც მივიღეთ დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ, მე ვფიქრობ, სწორედ კლერიკალების საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც მიდიოდა ამ კანონის მართლმადიდებელი ეკლესიას უცხოეთში ხა, იმიტომ რომ სხვა შედიოდა ამ სიტყვის უკან, მათი საწინააღმდეგო კამპანია კანონის სწორედ თითქოს და წარმოჩინდა ისე რაღაც გმირობა გააკეთა სახელმწიფომ. ეს არის ერთი ჩვეულებრივი კანონი. მაგრამ ეს გმირობის და რაღაც ჰეროიკულ ჟანრში ამის გადაზრდის საფუძველი, ხო, ასე ფიქრის საფუძველი შეიძლება იყოს სწორედ ის, რომ მას, ანუ სახელმწიფოს ხდებოდა გავეშებული, ეს ტერმინი რომ გამოვიყენოთ, წინააღმდეგობა საეკლესიო ინსტიტუტის მხრიდან და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს კანონი, ხო, სულ რომ არაფერი დარჩენილიყო, მაგრამ ყოფილიყო ეკლესიის წინააღმდეგობა, ეს პოლიტიკურად მაინც იყო წამგებიანი სახელმწიფოს, მაგრამ ეს კანონი მივიღეთ. აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება, ეს იყო მოთხოვნა ევროასოცირების ხელმოწერის გზაზე, ესე ვთქვათ, და ბუნებრივია ამ წინაპირობა იყო ერთ-ერთი მოდი ესე ვთქვათ. ჩვენ თუმცა გულწრფელად ვთქვათ, რომ ამ კანონში რაც გვწერია ცალ-ცალკე, იმაზე მაღალი სტანდარტები ზოგადად გაშლილად სხვადასხვა კანონმდებლობას ჩვენ ისედაც გვქონდა. ეს სწორად კოდიფიცირებული აქტი, მაშინ იგივე იყო ვთქვათ, ის რაღაც ზნეობის კომპონენტის შემოტანა, რომელიც აბსოლუტურად ამოვარნილია სამართლებრივი კომპონენტის ჩარჩოსგან. აქ ყველაზე მთავარ შეცდომას, რასაც უშვებთ, ეს არის, რომ საზოგადოებას არ აქვს სწორი გაგება სახელმწიფოსი, რასაც ჩვენ ვაშენებთ. ჯერ კიდე კანტი აყალიბებდა, იმანუელ კანტი საუკუნეების წინ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და მათ შორის ერთ-ერთი პირველი პრინციპი ეს არის, რომ ის არ არის სუპრაპერსონალური. სახელმწიფო არ იქმნება კონკრეტული ერთი ადამიანის ან კონკრეტული რელიგიური ჯგუფის მსახურებისათვის, არამედ მას გააჩნია აბსოლუტურად სხვა მიზანი, ეს არის თითოეული ადამიანის, მისი თითოეული დამფუძნებლის და წევრის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მათი ინტერესების დაცვა. კეთილდღეობაში არ გულისხმობს არიგებდეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ინტერესების დაცვას პირველ რიგში. ამიტომ ჩვენ სახელმწიფოში მოქალაქეებს არ აუთ განცდა, რომ სახელმწიფოს ჩვენ ამიტომ ვქვნით, იმიტომ რომ ყველანი ვიყოთ თანასწორები და კარგად. არამედ მათ აუთ განცდა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ვქვნით ვიღაცის მსახურებისთვის და ეს ვიღაცა მათთვის შესაძლებელია იყოს ღმერთი. ისინი ვერ ახერხებენ გამიჯნონ საკუთარ თავში ორი რამ, ღმერთი და სახელმწიფო, მიცენ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. მე ვფიქრობ, რომ იცით რა, ქართულ საზოგადოებაზე არსებობს მომისმენი ხომ ბევრი წარმოდგენა რა. და სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ არის იმგვარად თეოკრატიული, როგორცაც ზოგჯერ წარმოაჩენენ ხოლმე, ხო? ძალიან ბევრს არ მოსწონს ეკლესიის ჩარევა სახელმწიფო საქმეებში, ძალიან ბევრს არ მოეწონა ეკლესიის პოლიტიკურ საქმიანობაში გარევა. დიახ, ჩვენ შეიძლება არ გვესმის კარგად, როგორი სახელმწიფო გვინდა, რა არის დემოკრატია და რაზე მოვაწერეთ ყველამ ერთად ხელი კონსტიტუციაში, მაგრამ ის რომ ჩვენ ძალიან არ გვესმის ის, რომ მღვდელი არ უნდა დარბოდეს ტაბურეტკიდან, ძალიან არ გვესმის ის, რომ დემოკრატია გვჭირდება, ან ძალიან არ გვესმის ის, რომ მეუფე იაკობი ვერასდროს დაგვიწესებთ რაღაც კანონებს, მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებული არ ფიქრობთ?
თუ კი პროცესს დავაკვირდებით, ჩვენ რაც სახელმწიფოში ვითარდება, ეს ტენდენცია მზარდია. მზარდია ტენდენცია იმისა, რომ ეკლესიის გავლენა დღითიდღე იზრდება სახელმწიფოში. 90-იანი წლების დასაწყისში თუ გავიხსენებთ ეკლესიის გავლენას, მე 90-იანების ბოლოს 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების მიღებას, დაფინანსების ზრდას და დღევანდელ სიტუაციას, რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენ ალბათ ამ ზოგად დინამიკას დავინახავთ, მისი ავტორიტეტი იზრდება. მე გეთანხმები მაშინ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ღრმად რელიგიური. ისინი ფსევდომორწმუნეები არიან, კვაზი მორწმუნეები, ესე შეგვიძლია უწოდოთ. მათ სინამდვილეში უფრო წამთხილული სასწაულების, ისტორიების, რომლებიც რაღაც, ესე ვთქვათ, მათში ბავშვისეულ საკრალურისკენ ტოლვის გამოხატულებას უფრო წარმოადგენს. მაგრამ ეს ხომ ყოველდღიურობაზე გავლენას არ აქვს? ამიტომ მათაც მდელთან ურთიერთობა, ესე ვთქვათ, ჩემი გაგებით, ან სასულიერო პირებთან ურთიერთობა, სწორედ ამ ფორმალურ სახემდე დაიყვანება. რომ მივიდა რაღაც აღსარება ჩააბარა, მოინანა, ხომ წავიდა და ხვალე იგივე ცოდვას ჩადის. ეს რაღაც რიტუალად იქცა, რომელსაც ყოველდღურად ასრულებს. თუმცა თავის თავს მიაკუთვნებს, რომ ის მორწმუნეა თulis და ამას არ ხო, ნუ ცოტა რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ეს საზოგადოება დადის აღსარებაზე, იმიტომ რომ დადის მხოლოდ მეხუთედი სინამდვილეში და დანარჩენი საერთოდ არ მისულა, ხო? ანუ ავტორი ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვყავს ბევრი მკვლევარი, რომელიც გამოიკვლევდა და პულსზე ედებოდა საზოგადოებას. ამ თვალსაზრისით ხელი მე უბრალოდ ჩემას გეუბნებით ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. კი, არა, კამაჩი არ შემოვდივარ საერთოდ, ანუ მე ასე ვთქვათ, დანანებით ვამბობ, რომ ჩვენ არ ვიცით მეტი და ხანდახან რაღაც ბნელ ოთახში ხელებს ვაცეცებთ, რომ რაღაც საგნებს მოვეჭიდოთ და გავიგოთ სინამდვილეში რა არის ჩვენს გარშემო და როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი, მაგრამ საიდან ჩანს, რომ ეკლესიის ავტორიტეტი გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხო? საიდან ჩანს ეს ყველაფერი? მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ მაგალითად თქვენვე ახსენეთ, რომ დაფინანსება იზრდებოდა, ეკლესია არ გამოსულა სკოლიდან, მაგალითად და ინდოქტრინაციის პრობლემა იყო და დღემდე რჩება, ხო? ძალიან ბევრ ასპექტში ეკლესია მაშინაც საკმაოდ ძლიერი იყო, არა? და მაშინაც წევდა წინააღმდეგობას, მაშინაც ჰქონდა მაშინაც დიდ რამბებს უძღვნიდნენ ხოლმე, ხო? ჩვენი პოლიტიკური კლასი ყველას გვახსოვს ახლა, როგორც დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ ხოლმე ავე მარიების მიმართ, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქი როგორც ამბობენ, წერდა რა. ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების დროსაც იყო. საიდან რა არის განსხვავება? სად არის ეს განსხვავება ახალ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის? აი, რომ წარმოვიდგინოთ, რა არის ფუნდამენტური სხვაობა და არის თუ არა ის არის? ეს არის პირველ შემოს ყოველ ჩვენგან გძნობთ. ხო, ესე ვთქვათ რა, ეს იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად რო შევხედოთ, არასოდეს იგივე მსგავსი მესიჯი მაგალითად არ მოგვისმენია წინა ხელისუფლებისაგან, როცა ხელისუფლებაში იყვნენ მაგალითად ჰომოფობიის წინააღმდეგ. რა ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ხო? ყველასთვის განცდა მაინც იყო, რომ წინა ხელისუფლება არის, მათ შორის იყო LGBT თემის დამცველი, ხოლო ახალი არ არის. ხო, აი რატო? ერთი არის, რომ ვერბალურ დონეზე რაღაც მოდის საზოგადოებამდე მესიჯები, მაგრამ საზოგადოება კარგად ხვდება საკუთარი ისტორიის ბექგრაუნდის, ხო, სხვა ვთქვათ, მანამდე არსებული განვლილი ცხოვრების გამო ადამიანების რეალურ ძრახვებსა და სურვილებს. ამიტომ საზოგადოება ამ შემთხვევაში საკმაოდ ბრძენია. ის კარგად გძნობს და კარგად ხვდება, რას ფიქრობენ ადამიანები იმ სიტყვების უკან, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც ენაზე გველაპარაკება, რომ რა თქმა უნდა სეკულარიზმი სახელმწიფოში ლიბერალური სეკულარიზმი არის, რა თქმა უნდა გველაპარაკება, რომ ყველას თავისუფლება დაცული იქნება, გვეუბნება, რომ 17 მაისი, რა თქმა უნდა ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როცა საქმეზე დგება, ის არაფერს არ აკეთებს სწორედ თითოეული იმ უმცირესობაში მყოფი ადამიანების ინტერესების დასახად და უმცირესობაშია თითოეული ადამიანი ნებისმიერ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ყველანი რაღაცით უმცირესობაში ვართ. ამიტომ ამას საზოგადოება გძნობს და მეც როგორც ამ საზოგადოების ნაწილი არც არავის კარგი გძნობ იმას რომ დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის კულუარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ეკლესიასთან გამოხატულებები რო შევხვდეთ დისკრიმინაციის კანონს ვახსენებთ მაგალითად ხო 2011 წელს როდესაც სახელმწიფო მიიღო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში და საჯარო სამართლიანი პირის სტატუსის რეგისტრაციის საშუალება მიცა ყველა რელიგიურ ორგანიზაციას აი აქ გამოჩნდა მაგალითად სახელმწიფოს დამოკიდებულება რომ ის ყველა რელიგიას უნდა რომ ერთნაირად ხედავდეს. მოყვა მას პროტესტი და ამ პროტესტის მერე გარკვეული შენელება. 2000 როცა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონი მივიღეთ, ისევ დაიწყო გარკვეული ხელვარება, ნებათა ხელვა
და აქ სახელმწიფო ხარკი გადაიხადა ჩემის აზრით და ეს ხარკი იყო რომ რელიგიის საქმეთა სააგენტო რომელიც შექმნეს მის ხელმძღვანელის თანამდებობა პირდაპირ გადაულოცეს საპატრიარქოს. ეს არის ძალიან ვაშაკმაძე ყველასთვის ცნობილი პიროვნება იყო რომელიც ასოცირდებოდა საპატრიარქოსთან, ის საჯაროდ გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ყოფილიყო არა იმდენად სეკულარული, არამედ უფრო უნდა ყოფილიყო კლერიკალური, სადაც ეკლესიასთან ურთიერთობები ექნებოდა მჭიდრო, ის ყოველთვის საჯაროდ აცხადებდა, რაც მსმენია და მინახავს, რა თქმა უნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულობა უნდა იყოს არა მარტო ისტორიაში, არამედ დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაში აღიარებული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზაზა აქ მოვა და ჩვენს კითხვებს უპასუხებს, ჩვენ არაერთხელ დავპატიშეთ, მან ვერ მოიცალა ჯერჯერობით, მე იმედი მაქვს, რომ მოიცლის, რომ თავად ამ სააგენტოსაც რო შევხედოთ, ხო, აქ პერსონალიებზეც არის თქმა უნდა საუბარი, მაგრამ საუბარია სისტემაზე, ხო? სახელმწიფო ქმნის რაღაც რელიგიის სააგენტოს, ღმერთო ჩემო. ხო, ანუ საერთოდ სადვართ, ბევრ ქვეყანაში ასეთი რაღაცა არსებობს, მაგრამ ბევრ რესპექტაბელურ ქვეყანაში მათ შორის ეს უნდა ვაღიაროთ, ხო, მაგალითად გერმანიაში. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რომელზეც ალბათ შენ როგორც იურისტი დამეთანხმე, რომ მორგებულია ჩვენი კონსტიტუციაც, ხო, გამოხატვის თავისუფლება, მაგალითად და რელიგიის თავისუფლება, უფრო ამერიკული მოდელის არის ვიდრე ევროპულის. ამ ყველაფერს არ იცნობს. რელიგიის სააგენტო, რომელიც დაკომპლექტებულია ძირითადად მართლმადიდებლებით, აბსოლუტური უმრავლესობა იქ მუშაობს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ასე ვთქვათ, აი მუსლიმურ თეოლოგიაში გარკვეული პირი თუ არსებობს იქ არც ვიცი, ხო, ასეთი. იმიტომ საბჭო რო იქმნება ხოლმე იქ ძირითადად ქრისტიანები არიან, ნუ 1-2 გამოერევა ხოლმე, მაგალითად მრჩეველთა საბჭოში, ანუ კათოლიკე, მაგალითად ზაზა შატილიშვილი. ანუ ძირითადად არიან ხოლმე მართლმადიდებლები. აი ამ სააგენტოს ფუნქცია რა არის? რა კავშირშია იმასთანაც ჩვენ თქვი, ხო? პირველი რაც ყველაზე საინტერესოა, დავიწყოთ დასახელებით. რა ტიპის სააგენტოს ქმნის სახელმწიფო? ის ქმნის არა რელიგიის თავისუფლების სააგენტოს, არამედ რელიგიის საქმეთა სააგენტოს და მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. სამართალში, სახელმწიფოს მოწყობაში, ესე ვთქვათ, ეს სააგენტო არის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხორცმეტი, იმიტომ რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ეს სააგენტოებს არაფერი ესაქმება. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა მიდიოდეს, რაც შეიძლება ნაკლები ჩარევისკენ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში. მისი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული თითოეული ადამიანის რელიგიის რწმენის თავისუფლების დაცვისაკენ, ესეთი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელებით, როცა სხვა ადამიანი ერევა და ეს არის სწორედ პრობლემა საქართველოში, მათ რელიგიის თავისუფლებაში ეს ფაქტები აღკვეთოს, გამოიძიოს, მიცეს პასუხისგებაში, გაატაროს ისეთი რეფორმები, თქვათ, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც რელიგიური მრავალფეროვნება იქახდება ეს თქვათ ყოველდღიურობის ნაწილი. აქ საუბარია იმაზე, რომ სკოლების ინდოქტრინაცია, რომელიც პრობლემა გვაქვს, ესე ვთქვათ, მოიხსნას დღითიდღეს, სკოლებიდან გამოვიდეს ეკლესია და ის გახდეს სამოქალაქო. სწორედ ეს უნდა აკეთოს სახელმწიფომ. ნაცვლად ამისა სახელმწიფო ირჩევს აბსოლუტურად განსხვავებულ გზას და ამ განსხვავებულ გზაში უბრუნდება წარსულს. მაგალითად, წარსულს დაბრუნებას რას გულისხმობს? ახლა შემთხვევით არ მიხსენებია 2011 წლის გადაწყვეტილება, როცა სახელმწიფოს ეს ნაბიჯი შეფასდა როგორც ყველა რელიგიის სამართლებრივ ერთ სიტყვაში მოქცევის სურვილი და ახალი გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, მთავრობამ მიიღო დადგენილება გარკვეული რელიგიური ორგანიზაციებისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსირების შესახებ, მან იქ ისევ დაყო რელიგიები გარკვეული ნიშნით და თქვა, რომ მხოლოდ საჯარო სამართლის უდულ პირად რეგისტრებულ ორგანიზაციებს მეცემათ კომპენსაცია. ანუ ამით ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ ამ დადგენილებაზე ვინც მოასწროს სიპატ რეგისტრაცია, მხოლოდ ისინი მიიღებენ კომპენსაციას იმისთვის, რომ მათ წინაპრებს მიადგეს. ანუ ამით რა ხნახეთ, თუ კი მანამდე თითქმის სიპი და აიპი, ანუ საჯარო სამართლის უდული პირის სტატუსი რელიგიური ორგანიზაციის და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი როგორც რელიგიური ორგანიზაციის სახელმწიფომ ფაქტობრივად ერთ სიფრთხეზე დააყენა, აი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფომ კიდევ ერთი საფეხურით აწია ძევით საჯარო სამართლის უდული პირების სტატუსი. განსაკუთრებული პრობლემაა მუსლიმურ თემთან დაკავშირებით არის სერიოზული ეჭვები და მე პირადად სრულად მაქვს განცდა, რომ მუსლიმთა სამმართველო სრულად კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს კონტროლდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც და კონტროლდება დღესაც. თქვენ ადგილას იჯდა შეიხი ვაგიფ აკბეროვი, რომელიც ყვებოდა
როგორ დანიშნეს და გაათავისუფლეს მოდულის შენობაში, ეგრეთ წოდებული. და ეს დღეს გრძელდება და მთლიანი განცდა, როცა ამ რელიგიის საქმეთა სააგენტოს უყურებ, მაქვს ისეთი, რომ ეს არის ჩვეულებრივი უშიშროების, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ნაირსახეობა, გადმონაშთი, განყოფილება, რომელშიც ადამიანები შერჩეული არიან მართლმადიდებლურ კგბ-შნიკური ნიშნით და ისინი სწორედ ამ ნიშნით ახორციელებენ საკუთარ პოლიტიკას. ეს პოლიტიკა არის ის, რომ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეუქმნა დისკომფორტი საქართველოში გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, დიდი კომპენსაციები დაიმორჩილონ და დაიმორჩილონ მათ შორის მოსყიდვით, რასაც აკეთებენ თუმცა ამ კომპენსირების სისტემით და სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ეს გზა არის სწორი განვითარების გზა, რაც ყველა მიცით რომ ესეა. რა მაინტერესებს, ხო? ნუ ამ სააგენტოში ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, ჩვენ გვაქვს სარეკომენდაციო ფუნქცია, ჩვენ არ აღვასრულებთ არაფერს, ჩვენ უბრალოდ რეკომენდაციებს ვიძლევით. ანუ ჩვენ გვაქვს ეს ფუნქცია, რომ შევიკრიბოთ, გავაანალიზოთ, კომპეტენტური პასუხი მივცეთ პრემიერ-მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ, შემდეგ მიიღონ ესეთი გადაწყვეტილებები რელიგიური უმცირესობების თუ უმრავლესობის, ასე ვთქვათ, საქმეთა შესახებ, რა. მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი ხორცმეტობა? თუ ასეთი სარეკომენდაციო ორგანოა მეტი არაფერი ეხება და პრემიერ-მინისტრს და ალბათ წინა პრემიერ-მინისტრსაც დასჭირდება ასეთი მრჩეველთა რა ქვია საბჭო რა არის ამაში ცუდი? ხო, საბჭოებისკენ მიდრეკილება ზოგადად სხვა ამბავია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არსებობს რატომ არა სამართლის იურიდიული პირი არის, ეს აგენტო, მისი სტატუსი ესეთი არის. და დავიწყოთ იმით, რომ სახელმწიფოები ეფუძნებიან რაციონალიზმის პრინციპს. ანუ სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს მხოლოდ რაციონალურად დაკომპლექტებული და იმ საკითხთან გადასაწყვეტად, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციებში შედის. არანაირად არ შედის სახელმწიფოს ფუნქციებში რელიგიურ საქმეთა განგება ქვეყანაში, მისი ფუნქცია არის რელიგიის თავისუფლების დაცვა. თუ კი ჩვენ აქედანაც შევხედავთ ამ ყველაფერს და თუ კი სახელმწიფო დემოკრატიულია და ისე აღიარებს ყველა რელიგიის თანასწორობასა და თავისუფლებას, აღიარებს იმას, რომ მას არაფერი ესაქმება არც ერთ რელიგიასთან, გარდა იმისა, რომ დაიცვას მათი გამოხატვის თავისუფლება, მათი რწმენის თავისუფლება, ბუნებრივია მას ესეთი სააგენტოები არაფერ შეჭირდება. ხო, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს რელიგიის თავისუფლება როგორ დავიცვა და აი აქ ვიძლევით რეკომენდაციებს. მათი რეკომენდაციებს თქვენ შეგიძლიათ შეგზანდეთ მათ ვებგვერდზე. პრინციპში დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრჯერ იქნებით ალბათ ნამყოფი, მაგრამ ტელემაყურებელს ურჩევდი იგივას, რომ შევიდნენ მათ ვებგვერდზე და ნახონ ის დოკუმენტები, ის რეკომენდაციები, რომელსაც ის აკეთებენ. მაგალითად ავიღოთ სტრატეგიის პროექტი, რომელიც გამოიდო რელიგიის პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი, ჯერ თვითონ დამოკიდებულება, რომ თუმცა სახელმწიფოს უნდა გქონდეს რელიგიის სტრატეგია. ამაზე მეტი სასაცილო 21 საუკუნეში, როცა სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებ, ლიბერალურ დემოკრატიას აშენებ, მე მგონი არ არის. რატომ რით განსხვავდება ეს მაგალითად კულტურის პოლიტიკისგან, ხო? კულტურის პოლიტიკა არის სახელმწიფოს ნაწილი, სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და რელიგიის პოლიტიკა არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. როგორც ეხან ვახსენე იმანუელ კანტის სამწევროვანი, ესე ვთქვათ, პრინციპები სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ, რასაც დღეს სამართლებრივი სახელმწიფოს მეცნიერულ კატეგორიასაც უწოდებენ და ეს არის ფუძემდებლური, ესე ვთქვათ, მათში არის სამი პრინციპი და ამ სამიდან პრინციპში სამივე ერღვევა. პირველი ის, რომ სახელმწიფო არ ემსახურება არც ერთ რელიგიის კეთილდღეობას, ეს არ არის მისი ფუნქცია, არც ერთი პერსონის კეთილდღეობას. მეორე, სახელმწიფო ეფუძნება თანასწორობას, ყველა ადამიანის თანასწორობის აღიარებას და მესამე, სახელმწიფო ეფუძნება რაციონალიზმის პრინციპს, ანუ რაციონალურად უნდა იყოს მოწყობილი მთლიანად სახელმწიფო და კანონები უნდა მიიღებოდეს არა ტრადიციებსა და მორალზე დაფუძნებით, არამედ რაციონალურ საჭიროებებზე დაფუძნებით. ამგენს პრინციპში ყოველას ეწინააღმდეგება ასეთი ტიპის ორგანოს არსებობა სახელმწიფოში, რომ არაფერი ვთქვათ მათ აქტიობებს. ეხლა აქტიობებზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკოთ. მე მაგათად გავიხსენებ, აი, ეხლას მოწმეთა პრობლემა სოფელ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ხო? რომელთაც ჩემი აღქმით კონკრეტულ დანაშაულთან გვაქვს უკვე საქმე, რადგანაც ადამიანებს ის რაც კონსტიტუციურად ეკუთვნით, მხოლოდ იმიტომ რომ უმრავლესობას არ უნდა არაძლებს გამგებელი. ეს პირდაპირ არის მათი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით. რას აკეთებს სააგენტო? რა გააკეთა სააგენტო მოხეში, მაგალითად, როდესაც თავიდანვე მისცა რეკომენდაციას. არაფერი რეკომენდაციას არ მისცა ჯერჯერობით, შექმნა რაღაც აბსოლუტურად სამართლებრივად გაურკვეველი წარმონაქმნი, რაღაც, ესე ვთქვათ, საბჭო, რომელმაც ეს უნდა კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს ძეგლის სტატუსი. ეს არის ანომალია სამართალში.
რაში როგორ შეიძლება 5 ადამიანი შეიკრიბოს ისე რომ მათ არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ სახელმწიფოში და მათ გადაწყვიტონ ძეგლის სტატუსი ეს იყო ესეთი თუ იყო ისეთი. აი ეს არის ყველაზე უცნაური რომ იგივე მაგალითად რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით. ეს ფაქტობრივად იქცა პრაქტიკად თუ კი სახელმწიფოს რომელიმე ქვედარგოლში ანუ თვითმმართველობის დონეზე მიდის ვინმე დაითხოვს მშენებლობის ნებართვას ფაქტობრივად ეს ნიშნავს დაკავებას რომ ნებართვა შეათანხმონ რელიგიის საქმეთა სააგენტოსთან. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება სტატუსებთან საკულტოა ნაგებობა თუ არა საკულტო. მას ორი რამის შეფასების ვალდებულება გააჩნია. პირველი რომ შენობა ნაგებობა ფასადურად შეესაბამება თუ არა გარემოს, სადაც ის უნდა აშენდეს და მეორე აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების ნორმებს, რომ არ მოხდეს მისი ჩამონგრევა და ადამიანთა სოციალური ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს? ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი. დღეს შენობა ერთი მხარე იძახის რომ ეს არის ტაძარი. ვიჯელობდი ხა აბსოლუტურად საუბარია როცა ეხლა შენდება შენობა ნაგებობები. აქ არ შეიძლება სახელმწიფოს მესამე კრიტერიუმი შემოქმედეს არის თუ არა ის საკულტო ნაგებობა. არაფერში არ ჭირდება ამის ცოდნა სახელმწიფოს. თავარი ის არქიტექტურულად და ტექნიკურად შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებს. ახლა რა შეეხება მოხეს შემთხვევას, ხო? თქვენ ბრძანეთ რომ რაღაც საბჭოს შექმნა რომ ვისი არის და კომისიის ხო უკაცრავად. შექმნა რომ ვისი რომ ეს არის აბსურდული, იმიტომ რომ არ გვაქვს, მაგრამ როგორ წყდება აბა ეს საკითხები, ხო? გასაგებია რომ ვაიალეთის დიდი დავთარიც კი მოიყვანა მაგალითად მეუფე თეოდორემ და თქვა რომ ეს მართლმადიდებლების ტაძარიაო და არა მეჩეთიო სადაც აქ საკითხის საკითხლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან უცბად თქვა და სახელმწიფო ხშირად ამას სპეციალურად აკეთებს და ამას ხსნის რაღაც თითქოს ფაქტობრივი მდგომარეობის უსაბამებს საკუთარ ქცევას რაც არასწორია აღნიშნული შენობა ნაგებობა არის კონკრეტული უწყების საკუთრება და ეს არის სახელმწიფო სახელმწიფო საკუთრება თვითმმართველობა ცენტრალურ მასალას არ აქვს მესაკუთრე ყავს ამ შენობას. მისი წარმომავლობის შესახებ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ამიტომ როცა აღნიშნული შენობის ბედის გადაწყვეტა ის რომ ვიღაცის იყოს შენობა ეს არაფერს არ ცვლის ბუნებრივია ეს მეც კარგად მესმის. თავარია რომ აქ როცა სახელმწიფო იყენებს ერთმიდგომას მართლმადიდებელი თემისადმი ანალოგიური მიდგომის გამოყენებას მოითხოვს მეორე თემიც. ეს არის ამ შემთხვევაში მუსლიმური თემა. როდესაც სახელმწიფო ეუბნება მართლმადიდებელ ეკლესიას რომ შენ გადმოგცემ ყველა შენობა ნაგებობას რომელიც შენი იყო ისტორიულად ან დღეს ფლობელობაში გააქვს და ამას თქვათ აპყანონებს 2002 წელს კონსტიტუციაში დახმარება. რა არის არაბუნებრივი იმაში რომ მუსლიმებს ჰქონდეთ მოთხოვნა რომ მათაც ისე მიიღონ საკუთარი შენობა ნაგებობები როგორც ეს სახელმწიფო მიცა მართლმადიდებელს. ეს მოქალაქეები იყო სახელმწიფოსთვის თანაბარნიშნულოვანი არიან. ისინი იყო ამ სახელმწიფოს დამფუძნებლები, თანადამფუძნებლები არიან. ისევე როგორც მუსლიმი, ისევე როგორც ქრისტიანი, ნებისმიერი ქრისტიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რელიგიის მქონე ან საერთოდ არათეისტური ან ათეისტური პიროვნება. აქედან გამომდინარე, თუ კი სახელმწიფოს ეს არ აინტერესებს, ეს არ არის მისი გასარკვევის საკითხი, მან უნდა გამოიყენოს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი მიდგომა, თანასწორი მოპყრობა უფრო სწორად ეს იქნება სწორი ტერმინი და მათი ინტერესიც გაითვალისწინოს. ამ შენობაზე ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო სახელმწიფოს, რომ აქამდე არ მისულიყო. მათ თითქოს და ისეთი განსტარჩება რომ ვიღაცის გასაღიზიანებლად ვიღაცის მარცხის გამოსაჩენად საზოგადოებაში როგორ დაამარცხა ვიღაც რომელიც მისგან განსხვავებულია და ამ შემთხვევაში უმცირესობას წარმოადგენს აკეთებს ამ ყველაფერს. ეს არის ყველაზე გულის საწყვეტი და ეს არის უგუნური პოლიტიკის შედეგი რომელმაც შესაძლებელია სახელმწიფო ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანოს. კიდევ ერთ საკითხსაც შევეხებით თქვენ ეს დებატი განსხვავებულობაზე ლაპარაკობდით. აი მაგათ დაფინანსების საკითხი ვახსენეთ ეხლა. ჩვენ ვიცით რომ ეხა როცა ეხებოდა ამ კომპენსირების საკითხს და ფაქტობრივად სახელმწიფო შემოიღო დაფინანსების სისტემა უგონ ფუთავს როგორც კომპენსირება ეს არაფერი კომპენსირება არ არის იმიტომ რომ კომპენსირება რომ მოხდეს მინიმუმ ის უნდა მოხდეს განსაზღვრა რამდენი იყო ეს ზიანი მიახლოებით მაინც რომ შეთანხმდნენ მხარეები და რამდენის გადახდას აპირებს სახელმწიფო აი კონსტიტუციური შეთანხმებაში მაგალითად ჩვენ გვიწერია რომ სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთდროულად უნდა შექმნას ერთობლივი კომისია და მან უნდა დათვალოს ეს ზიანი და შეთანხმდეს მის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე არ აკეთებს სახელმწიფო ამას არ აკეთებს ანალოგიურ სხვა ეკლესიებთან მიმართებაში, მაგრამ უფრო საინტერესოა, თუ კი ქრისტიანული თემი გამოყოფილი აქვს, მაგალითად კათოლიკეებიც ალგე ყავს, მართლმადიდებლებს ალგე ყავს, მუსლიმებს მოთხოვა რომ ყველა შეექმნათ ერთიანი საჯარო სამართლისმცირული პირი, ან ერთიანი საბჭო, სადაც მიიღებდნენ ფულს. შიიტი იქნება, სუნიტი იქნება, ვის მიადგაზიან, ანუ წარმოგიდგენთ ისეთ ვალდებულებები დაუწეს ამით რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი ორგანიზაცია რომელიც ესე ვთქვათ აპირებდა ამ თანხის მიღებას ამ თამაშს გარეთ დატოვა და ორი მისთვის ასურველი ორგანიზაციის გაერთიანებით ეს ადამიანები და ეს ორგანიზაციები დასვა ფინანსურ დოტაციას.
მე ასეთ პასუხი მოვისმინე სააგენტოს წარმომადგენლისგან, რომ ისინიო საერთოდ არ არიანო სასულიერო ორგანიზაციებიო. ხო, ეხლა ეს ვინ ადგენს ჯერ არის სასულიერო რელიგიური ორგანიზაცია. თუ კი მე ვთვლი რომ რელიგიური ორგანიზაცია ვარ და საქმიანობ ამ კუთხით, ეს ჩემი არჩევანია, ხო? და ჩემი რელიგიის კაცობრიობა რაც უფრო ვითარდება, მით უფრო ხდება, რომ რელიგიის განმარტება შეუძლებელია. იმიტომ რა არის რელიგია, ამის სამართლების ჩარჩოებში მოქცევა ძალიან ძნელია. ამ ორგანიზაციას, რომელსაც ვახსენებ, ქონდა მე მათ მესვეურებთან, წარმომადგენლებთან შეხვედრა პირიქით. ისინი არიან რელიგიური ორგანიზაცია, ისინი არიან საჯარო სამართლებრივად რეგისტრირებული, მოც სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ მხოლოდ იმ ორ პირს მიეღო დაფინანსება, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება და ეს ვთქვათ, აბსოლუტურად უკანონო თავისუფლად დადგენილების დარღვევით შეეცადა თამაშგარე დაეტოვებინა მესამე ორგანიზაცია. ჩვენ დასასრულისკენ მივდივარ და სურს დაგისვა ბოლო კითხვა, ხო? არის თუ არა რაიმე შანსი შეიცვალოს სიტუაცია ხელისუფლების ცვლილების გარეშე? უკეთესი იქნებოდა ესე დაგვესვა კითხვა, რომ ხელისუფლების ცვლილება თუ გამოიწვევს ცვლილებას ზოგადად, იმიტომ რომ ეგ უფრო პრობლემაა ჩემის აზრით, იმიტომ რომ საქართველოში იცვლებიან ხელისუფლებები, მაგრამ საკვანძო პრობლემური საკითხები რელიგიის თავისუფლების კუთხით ისევ საკვანძოდ რჩება. აქაც მხოლოდ აღქმების იმედზე გავრჩებით, რომ ვიღაცა შეიძლება აღქმა აქვს, რომ რომელიღაც ხელისუფლების დროს მეტად უნდა იყოს დაცული და ვიღაცას აღქმა აქვს, რომ ახალი ხელისუფლების დროს ნაკლებად, მაგრამ სინამდვილეში პრობლემები კიდევ და კიდევ უფრო იზრდება ამ სახელმწიფოში და რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, რომ ის არ არის მსახური რომელიმე რელიგიის, ის არ არის მისი ფუნქცია არ არის საქართველოში არც მართლმადიდებლობის აღზევება და არც მისი დაკნინება, ისევე როგორც არ არის არც ერთი სხვა რელიგიის. ამას როცა გააცნობიერებს ხელისუფლება და შეეცდება ეს არაპოპულისტური მესიჯები მიიტანოს საზოგადოებამდეც, აი ამის შემდგომ მე ვფიქრობ საქართველოში ნენელა წავალთ დემოკრატიული ადამიანის წმენის თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისაკენ. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი წავათამამად და ხელოვნურად კი არ დაამკვიდრებს მაგალითად პრაქტიკას, რომ კონსტიტუცია ბიბლიას დაადოს და ისე დაადოს ფიცი, რაც არანაირ კანონში არ ჩნდება, არამედ მხოლოდ კონსტიტუციას დაადებს ხელს და ისე იტყვის საკუთარ ფიცის სიტყვებს. იტყვის სიტყვებს, რომ ისე ემსახურება საქართველოს ყველა მოქალაქესთან. მე მინდა გავიხსენო ეს ცნობილი გამოთქმა მის შესახებ, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ შემდეგ არჩევნებზე და მათ ღმერთი არ უყვართ, იმიტომ რომ ის ამომრჩეველი არ არის, ხო? მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი მაინც არის ამომრჩეველი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ კვლავ იქნებით უკეთეს საკითხებზე ჩვენთან სტუმარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. მადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიძებნოთ ჩვენი Facebook გვერდი.